საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წელს პრაღაში განსაკუთრებული მასშტაბითა და ემოციებით გაიმართა. ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დედაქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ მრავალფუნქციურ კულტურულ სივრცეში ნოვა სპირალა უმასპინძლა. საზეიმო ღონისძიება საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა აფხაზეთმა შეასრულა. პრაღაში გამართულ მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრო. მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა რუსლან აბაშიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ტომიო ოკამურამ მიმართეს. რუსლან აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩეხეთის მრავალწლიან ისტორიულ მეგობრობაზე, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და ჩეხეთში მცხოვრები ქართული დიასპორის განსაკუთრებულ როლზე ხალხთა დაახლოების პროცესში. თავის გამოსვლაში ტომიო ოკამურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. Georgia is a country with a very rich history, culture and traditions. იყო მრავალხრივ დატვირთული ღონისძიებები, შეხვედრები, საუბარი მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს მიმართ ურყევ და განგრძობად მხარდაჭერაზე, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, ისე ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, აღნიშნული ღონისძიების ჯერუნად ჩატარებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა აფხაზეთმა და დამაგვირგვინებელი აკორდი დღევანდელი დღის სწორედ მათ მიერ შესრულებული ცეკვა, მუსიკა და ის ყველაფერი, რითაც გამოიხატება ქართული კულტურა, ქართული სული. ამ ღონისძიებით, რა თქმა უნდა, ჩანს ის მხარდაჭერა, რომელიც ჩეხეთის საზოგადოებას ტრადიციულად ჰქონდა ჩვენს მიმართ და მე ვფიქრობ, რომ ამ ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღების არა მარტო საზოგადოების წევრების, პოლიტიკოსების, ოფიციალური მაღალი თანამდებობის პირების, ეს არის კიდევ ერთხელ ამისი დასტური. და მინდა მადლობა გადაუხადო აფხაზეთის მთავრობას, ანსამბლ აფხაზეთს, კულტურის და მეცნიერების სამინისტროს. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ გქონდეს შესაძლებლობა, რომ აღვნიშნოთ ეს დღესასწაული ჩვენთვის პრაღაში განსხვავებულ ფორმატში, თუნდაც აფხაზური ელფერით. საზეიმო მიღება აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის კონცერტით დასრულდა, რომელიც ქართული კულტურის ნამდვილ ზეიმად იქცა. კულტურული სივრცის წრიულ და მოძრავ სცენაზე ანსამბლის წევრებმა მაყურებელს ქართული ხალხური და ტრადიციული სიმღერების, ასევე ქორეოგრაფიული ნომრების შთამბეჭდავი სინთეზი შესთავაზეს. შორის იყვნენ ჩეხეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე პრაღაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო მონაწილეობა მივიღო ამ საღამოს ორგანიზებაში, რომ აღვნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ასევე აღვნიშნოთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე. მოხარული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად კარგი საქმის კეთება ორივე ქვეყნისთვის. იყო განსაკუთრებული დღე, განსაკუთრებულად წავიდა იქით პროგრამა ქორეონიკონით, რომელიც დიდი ხანია არ გვიცეკვია და ჩვენთვის იყო აღმაფრთოვანებელი და მაყურებელი იყო ყველაზე მეტად აღფრთოვანებული. უნდა აღვნიშნო, რომ ესწრებოდა მრავალი ქვეყნის ელჩი და თითოეული მათგანი მოდიოდა და მადლობას გვიხდიდა იმ წარმოდგენისთვის, რაც აქ გაიმართა. ვზნობთ სიხარულს, ვზნობთ ესთეტიურ სიამოვნებას. ეს ადამიანები ეზიარებიან ჩვენს კულტურას, ჩვენ შემოქმედებას. იცნობენ ჩვენს ისტორიას, იციან თუ საქართველო ვინ არის, რა არის, რას წარმოადგენს, რა შესაძლებლობები აქვს, რა ტრადიციები აქვს. ეს ადამიანები ქმნიან ამ ყველაფერს, ხო? ეს ხო ადამიანის შექმნილი, ეს ხო ქართველის შექმნილი. უცხო პლანეტელები ხართ, რა? დედა რას დაფრინავთ მართლა? ბრავო! Amen.
უნიკალურ ქართულ მრავალხმიანობასთან ერთად საკონცერტო პროგრამა საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ცეკვებსა და სიმღერებს აერთიანებდა. ინოვაციურ სცენაზე შესრულებულმა სანახაობრივმა ნომრებმა მაყურებლის განსაკუთრებული ემოციები და ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა. მე პირადად ვარ ასევე ყოფილი მოცეკვავე და ჩემთვის უფრო ორმაგად ეს ემოციები არის და რა თქმა უნდა ქართველებისთვის ვინც ესე ცხოვრობს შორს და ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა შეიძლება რომ ხშირად ჩავიდეს საქართველოში ძალიან ბევრს ნიშნავს და ვისურვებდი რომ ხშირად ყოფილიყოს ასეთი შეკრებები გამართული ემიგრანტებისთვის. პრაღაში გამართულმა ღონისძიებამ ცხადყო, რომ მაშინ, როდესაც ქართული სიმღერა და ცეკვა უცხოეთის მიწაზე ჟღერს, ის მხოლოდ ხელოვნება არაა. ის ქვეყნის ისტორიას, ტრადიციებს, ღირებულებებს აცოცხლებს და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებული მისია ეკისრება.